ყოველ დღე ბანანის ჭამას შეუძლია რამდენიმე დადებითი და უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე, დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ბანანს მიირთმევთ და როგორია თქვენი საერთო დიეტა. დადებითი მხარეები: ენერგიის წყარო. ბანანი შეიცავს ნახშირწყლებს, რომლებიც სწრაფად იძლევა ენერგიას. კალიუმის მაღალი შემცველობა ეხმარება გულის ჯანმრთელობას სისხლის წნევის რეგულირებაში და კუნთების მუშაობაში. ბოჭკოები და საჭმლის მომნელებელი სისტემა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და კუჭის პრობლემების შემცირებას. ვიტამინები და ანტიოქსიდანტები. ბანანი მდიდარია C და B6 ვიტამინებით, რაც აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს ანთებებს. ხასიათის გაუმჯობესება. ტრიპტოფანი და B6 ვიტამინი ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას, რაც შეიძლება დაეხმაროს სტრესისა და დეპრესიის შემცირებაში. შესაძლო უარყოფითი მხარეები. შაქრის მაღალი შემცველობა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი შაქარია, დიდ რაოდენობით მიღება შეიძლება არასასურველი იყოს დიაბეტის რისკის მქონე ადამიანებისთვის. შეუწყნარებლობა ზოგიერთი ადამიანისთვის. ზოგისთვის ბანანი შესაძლოა საჭმლის მონელების პრობლემებს იწვევდეს, განსაკუთრებით თუ დიდი რაოდენობით მიიღებენ. კალიუმის გადაჭარბება. ჰიპერკალემია. ძალიან დიდი რაოდენობით ბანანის მიღებამ, მაგალითად 10-ზე მეტი ყოველდღიურად შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის ზედმეტად მატება, რაც უარყოფითად აისახება გულის რიტმზე. რეკომენდაცია: თუ ყოველდღე 1 ან 2 ბანანს მიირთმევთ, ეს, როგორც წესი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თუმცა ნებისმიერი პროდუქტის გადაჭარბებულად მიღება არ არის კარგი იდეა. ბალანსირებული დიეტა, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ხილსა და ბოსტნეულს, ყველაზე უკეთ მუშაობს ორგანიზმისთვის. Tredi.com, ქართული სოციალური ქსელი.